გამარჯობა, დღევანდელი ჩვენი ლექცია შეეხება ილია ჭავჭავაძეს. ამ ნაცნობ უცნობს. ნაცნობ უცნობს, იმიტომ რომ თითქოს ყველაფერი ვიცით ილიაზე. მაგრამ ზუსტად ესეთი პიროვნებები ხანდახან კვდება. კვდება რა გაგებით, რომ ის იქცევა ძეგლად, აღარა ჩვენთვის შემოქმედებითი მუხტის მატარებელი. თითქოს სამომავლოდ არაფერში არ ჭირდება, რომ რელიკვია. ილია შეიძლება გადაიქცეს რელიკვიად. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ილია რელიკვია არ არის. და ილია ცოცხალი მოაზროვნეა. იმდენად ცოცხალი, რომ ხანდახან მის ზოგიერთ სტატიას რო კითხულობ, ცოტა რო შეცვალო მე-19 საუკუნის სინტაქსი და მე-19 საუკუნის სიტყვები, იფიქრებ, რომ ეს თანამედროვე ნაწერია. და ის პრობლემები დღესაც ცოცხალია, რასაც ილია თავის სიცოცხლეში პასუხობდა. მოდი დავიწყოთ ჯერ მცირე ისტორიული მიმოხილვით, რა იყო ილია, რა ეპოქაში მოუწია მოღვაწეობა, როგორ საქართველოში დაიწყო მან თავისი პუბლიცისტური მოღვაწეობა. მე-19 საუკუნის დასაწყისი გახსოვთ ეს ალექსანდრეს მანიფესტით გაუქმდა საქართველოს სამეფო. ამას ანექსია იყო ეს თუ ნებაყოფლობის შეერთება, ეს საკამათო საკითხია. კომუნისტების დროს ეს იყო ნებაყოფლობით შეერთება თითქოს, რომ საქართველო გაბედნიერდა და ნებაყოფლობით შეუერთდა რუსეთს. დღეს ვამბობთ, რომ ეს იყო ანექსია. რეალობა არის საკმაოდ რთული. იმიტომ რომ საქართველოს მეფემ, ბოლო მეფემ გიორგი მე-13-მ მართლა მიწერა იმპერატორ პავლეს წერილი, სადაც თხოვდა რომ მიერთეს საქართველო როგორც ერთ-ერთი პროვინცია. ის ხედავდა რომ შეუძლებელი იყო საქართველოს გაეძლოს სპარსეთის შემოტევებისათვის. და ფიქრობდა რომ ჯობია გადავარჩინოს სარწმუნოება პოლიტიკური თავისუფლების ხარჯზე. ამდენად მართალი იყო ეს საკამათოა, მაგრამ მეფეს ასე მიეშდა. ყავდა იტალიელი მისიონერი პადრე რუტილიანო და ეუბნებოდა: პადრე წარწყმდება ქრისტიანობა საქართველოში ურუსოდ. ის პადრე ეუბნებოდა: ნუ გაყიდი შენი ქვეყნის თავისუფლებას, ნუ მისცემ რუსებს შენ ქვეყანას, იმპერატორი გახდება შენი ხალხისთვის მამინაცვალი. მან გიორგიმ გააკეთა ეს საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო, რომ ქრისტიანობის შენარჩუნების გამო დაეთმო პოლიტიკური თავისუფლება. 1801 წლის მანიფესტით გაუქმდა საქართველოს სამეფო და საქართველო გახდა იმპერიის ნაწილი. ყველა გადაწყვეტილებას უკვე საქართველოსის იღებდნენ ძალიან შორს პეტერბურგში. ეს ერთგვარად არის კომფორტული მდგომარეობა. შენ არ გიწევს არაფერზე ფიქრი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეურიგდით ამას, იყო აჯანყებები 1832 წლამდე იყო ეს აჯანყებების მცდელობები, 32 წელს დიდი შეთქმულება ჩავარდა და შემდეგ ქართველი თავდაზნო რომ მივიდა იმ აზრამდე, რომ ვერაფერს ვერ იზამს. ძალიან ძლიერია რუსეთის იმპერია, ვერ მოერევით. ოქროს ჯაჭვი ჯობს თავისუფლებას. ჯაჭვი ოქროსია, იმიტომ რომ მშვიდობიანობა, შეუძლიათ ევროპული განათლება მიიღონ, მაგრამ მაინც ჯაჭვი არის. ანუ თვითმოქმედების სივრცე დაიკარგა. ამას განიცდიან ტრაგიკულად ძალიან ქართველი მწერლები, პოეტები, ბედის დაკარგვას. ეს ბედის საკითხი ლეიტმოტივად გაზდევს მთელ ამ ქართულ ლიტერატურას მე-19 საუკუნის დასაწყისის. გრიგოლ ორბელიანის გახსოვთ რა? ვინახშდეს გმირი რომის ძლიერი ბედს დაძინებულს ხმა აღადგენდეს. ანუ ბედმა დაიძინა. რა შენს ბედმა დაიძინა? ბედი ჩვენ ხელში აღარ არის. ისე როგორც ბარათაშვილის პოემას ქვია ბედი ქართლის, აი ბედის პრობლემაა ძალიან მნიშვნელოვანი. ბედი დავკარგეთ. სადავეები საკუთარ ცხოვრებაზე. ერთადერთი ავტონომიური ორგანიზმი საქართველოში რჩებოდა მართლმადიდებლური ეკლესია 1811 წლამდე. და 1811 წელს აი ეს ორგანიზმის მოსპეს გაუქმეს საპატრიარქო და ქართული ეკლესიას დაუმორჩილეს რუსეთის ეგზარხატს. რუსეთში ამ დროს ეკლესია თვითონ იყო იმპერატორის მართვის ქვეშ, რუსეთში საპატრიარქები არ არსებობდა და ეკლესია იყო სამოქალაქო პირის გამგებლობის ქვეშ. სინოდს მართავდა სამოქალაქო პირი. მთელი ეკლესია ემორჩილებოდა იმპერატორს. ასეთ ეკლესიას შეუერთეს საქართველოს ეკლესიაც და უკვე საქართველოს ეკლესიის საჭიროთრობელი გახდა რუსი ეგზარხოსი. ანუ ბოლო კუნძული ავტონომიურობის მოსპეს. ესეთ სიტუაცია. მშვიდობიანობა, მაგრამ უმოქმედობა. მე ვერაფერს ვეღარ გადავწყვეტ სოციოპოლიტიკურ სივრცეში, მივენდობი იმას, რაც ხდება პეტერბურგში.
აი ილია მოდის ამ საქართველოში და მისი მისია რომ საქართველებმა დაიბრუნონ თავისი ბედი. ანუ საქართველო აღდგეს როგორც სოციო-პოლიტიკური ერთეული. ჩვენ ის კი არ ვიყოთ სამუზეუმო ექსპონატი. ანუ ჩვენ გავხდეთ, დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის. ეს გრიგოლ ორბელიანის სიტყვებია, მაგრამ გრიგოლ ორბელიანი ამას ამბობს ტრაგიკულ კონტექსტში. ლექსში თამარ მეფის სახე ბეთანის ეკლესიაში. შენ ივერი აღდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის. მაგრამ ამას არ მოხდება ამბობს. თამარ მეფე არ უსმენს ამ ლოცვას და ეს რჩება განუხორციელებელ ოცნებად. ილიას უნდა რომ ეს ოცნება განხორციელდეს. რომ საქართველოს დადგეს ერად სხვა ერთა შორის. ანუ შექმნა საქართველოსგან პოლიტიკური ერთეული. რა არის ამისთვის საჭირო? მენტალობის ძირფესვიანი ცვლილება. აი როგორ იწყებს ილია თავის ასპარეზობას პუბლიცისტიკაში. გამოგზავნა პეტერბურგიდან წერილი ორიოდე სიტყვა ცისკარში დაიბეჭდა ეს წერილი ორიოდე სიტყვა თავად რევაზ ერისთავის შეშლის თარგმანზე. ჯერთი რა არის ამ წერილში? საინტერესო ამ წერილში ის აღარ იყენებს უკვე ძველ ქართულ ასოებს. ეს 6 ქართული ასო ამოიღო, ეს ჰოე არ ამოიღო, კაცრავად. ქ ასო ქ მაგალითად, რომელსაც აღარ გამოიყენებოდა. ხელმწიფეს არავინ აღარ ამოვიდა უკვე ქართულში. ხელმწიფე უკვე ხ და ქ აღარ გამოიყოფა, ხო? თუმცა ეხლა ქიზიხში კი არა, გუდამაყარში კიდე ამბობენ ხარების მაგივრად. ანუ ეს ასოები, რომელიც აღარ აქვს უკვე ფუნქცია, ილიამ ამოიღო. ესა მესიჯი, დღეს თანამედროვე სიტყვა რო ვიხმაროთ, მესიჯი ან გამოსვლა იმის წინააღმდეგ, რომ არ შევინარჩუნოთ ის ტრადიციები, რომელსაც ქმედით უნარიანობა უკვე აღარ აქვს, რომელიც გვაბრკოლებენ მომავლისთვის. მოდი ვიფიქროთ მომავალზე. დროთა კავშირი დავამყაროთ. წარსული, აწყო და მომავალი. არა მარტო ეს ასოების ამოღება ეს ერთი მხარე იყო, მაგრამ მეორე მომენტი იყო, რომ რა ტიპის ადამიანი უნდა იყოს ქართველი. იმიტომ კი არ აკრიტიკებს ერისთავს, რომ მარტო იმიტომ კი არ აკრიტიკებს ერისთავს, რომ დარე ხარისხის თარგმანი გააკეთა. არამედ რატო გააკეთა კოზლოვის შეშლის თარგმანი და არა დაუშვათ ბაირონის თარგმანი, ან უფრო ან პუშკინის თარგმანი. იმიტომ რომ კოზლოვის შეშლის პერსონაჟი არ არის ის პერსონაჟი, რომელსაც დაემსგავსოს ქართველი. კოზლოვი თვითონ არა ისეთი პოეტი, ისეთი მწერალი, რომელიც ასეთ ბაირონულ პერსონაჟებს ხატავს. კოზლოვი პერსონაჟების ილია ამბობს, აი კოზლოვის მაგალითად ჩერნეთს ავიღოთ. მისი ბერიო, მისი ჩერნეთში, უკაცრავად, ჩერნეთში პიროვნება მიდის ბერთან ნუგეშის მოსაპოვებლად. ანუ თავის თავში კი არ ძებს, თავის რისკში, თავის აზროვნებაში, თავის თავისუფალ წვაში, ეგზისტენციურ ვაკუუმში, ასე ვთქვათ, რომ აღმოაჩინოს ფასეულობა ცხოვრების. არა, ის მიდის მონასტრის კედლებში და ეკითხება სხვას. აი შენ ამიხსენი როგორ ვიცხოვრო, შენთან ვეძებ ნუგეშს. ილია ამბობს, აი ესაა კოზლოვის პერსონაჟი. მაგრამ ბაირონის პერსონაჟები სხვანაირები არიან, ისინი მინდობილები არიან, აი თავისუფლების ტვირთს. და აი ქართველიც ასეთი უნდა იყოს, ასეთი ილია ამბობს სიტყვა სულიერი აგებულების, რომ ჩვენც მივენდოთ ჩვენი თავისუფლების ტვირთი ვიტვირთოთ. ბედი ავიღოთ ჩვენ ხელში. თუ არა და ვიქნებით ინერტულები და ვერ დავდგებით ერად სხვა ერთა შორის. და ილიას პირველი მიზანი იყო ეთქვა ქართველებს, რომ აი სარტრის სიტყვები რო თქვა, შენ განწირული ხარ თავისუფლებისთვის. თუ არ აიღე, თუ არ მიხვდები ამას, რომ განწირული ხარ თავისუფლებისთვის, რომ შენ უნდა აიღო შენი ბედის სადავები ხელში, დაიღუპები. რა არის მნიშვნელოვანი ილიასთვის? რომ შეიქმნას ერი. რაც გაუცხოებები გადალახოს. რა ტიპის გაუცხოებები ახლა საქართველოში? საქართველოში არის ორი მთავარი გაუცხოება. ერთი არის კუთხური გაუცხოება. მეგრელი, გურულის, იმერელი, ასე ვთქვა, რაჭველი, კახელი და ეს შეიძლება ვთქვათ ასე ჰორიზონტალურ პლანში არის გაუცხოება ქართველებს შორის. არ აღიქვამენ ერთმანეთს, ნაკლებად აღიქვამენ ერთმანეთს როგორც ქართველი, უფრო მეტად იმერელი, გურული და ასე შემდეგ. ილიას უნდა რომ ეს გადალახულიყო და შექმნილიყო ერთი გაგება ქართველი. მეტაგაგება, ასე ვთქვათ, ყველასთვის, უფრო ფუნდამენტურად რომ მნიშვნელოვნად შენ ხარ ქართველი და მე ხარ შენი კუთხის წარმომადგენელი, იმერელი, გურული თუ ასე შემდეგ. ეს ერთი ტიპის გაუცხოება. მეორე ტიპის გაუცხოება იყო წოდებებს შორის გაუცხოება. ანუ თავადი გლეხი, თავადი აზნაური გლეხი. ამათ შორის გაუცხოება კიდევ უფრო რთული გადასალახი იყო. ილია ამბობს, რომ აი ძველ დროში ჰარმონია იყო წოდებებს შორის და არ ვიყავით გაუცხოებული და აიდეალებს წარსულს. რა თქმა უნდა ეს ასე არ იყო. აი არჩილ ჯორჯაძე სწორედ აკრიტიკებს ილიას და ამბობს, რომ
წარსულშიც კაი დიდი გაუცხოება იყო წოდებებს შორის. ვახტანგ მეექვსის სამართალი მოყავს, სადაც თავადის სიცოცხლე შეფასებულია 15000-ად, აზნაურის სიცოცხლე 1500-ად თუ რაღაც, აღარ მოსულსტად და გლეხის არის 100 რაღაც. ანუ სისხლის ფასი სხვადასხვა კანონმდებლობის დონეზე, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის. ანუ როგორ შეიძლება ამ დროს სიამტკბილო ყოფილიყო ამ წოდებებს შორისო არჩეულჯერა წერს. ალბათ მეტნაკლებობაა ყველაფერში, მაგრამ ილია აიდეალებდა წარსულს, იმიტომ რომ მომავლის ხატი შეექმნა, ანუ მომავალში როგორ უნდა იყოს. მომავლის პროგრამას სახავდა წარსულის გარკვეული გაიდეალებით. როგორ უნდა გადალახულიყო ეს ორი ტიპის გაუცხოება, ჰორიზონტალური და ვერტიკალური. პირველ რიგში უნდა შექმნილიყო საერთო ენა. ეს საერთო ენის არარსებობაა, ხო, აი სტანდარტი ლიტერატურული ასე ჟურნალისტური სტანდარტი არ არსებობს. ილიას პირველი რეფორმა არის ენობრივი რეფორმა. ენობრივი რეფორმა უკავშირდება მის პროგრამას შექმნას ახალი ქართველი ერი. და ილია ქმნის ახალ ენას. ტიციან ტაბიძე ამბობს მე რამდენი ხნის მერე რომ აი რაინით ჩვენ ახლა ლაპარაკობთ 30-იან წლების 1930 წლებში ამბობდა ტიციან ტაბიძე 80% შექმნილი აქვს ილია ჭავჭავაძეს. რადგან ილიას ენა შლის ანტონ კათალიკოსის სამი სტილის თეორიას და იმ ამაღლებულ ენას დაყავს დაბლა უფრო ამარტივებს ამ ენას რის გამოც ბარბარე ჯორჯაძე ამბობდა აიმყრალა პირი ილიამო. ანუ ეს ძველი თაობის ინტელექტუალები მიაჩნდათ რომ ილიამ გაუხეშა ქართული ენა. მაგრამ ილიამ შექმნა რაღაც შუალედური ენა, რომელიც დაბიო ენასა და არისტოკრატულ ენას შორის რაღაც დააბალანსებდა. აი ეს ენა უკვე გასაგები იყო ყველასთვის. გლეხისთვისაც, გლეხს შეიძლება არ გაეგო ამაღლებული პოეზია ორბელიანის ან ბარათაშვილის. წაიკითხა, რა ყვედრი კაცსა ბანოვანო პირუ მტკიცობას ბარათაშვილს და ეგრევე შეეწყვიტა კითხვა, იმიტომ ვერ მიხვდებოდა მის გულამდე ეს ახლოს არ მიდოდა. არქაული სიტყვები იყო, ძალიან ლამაზია. მაგრამ არქაულია. აი, აკაკის ილიას ლექსებს უკვე ადულად იგებდნენ. ახლოს მიდიოდა ხალხთან. და კითხულობდნენ ყველგანაც, თელ საქართველოში, გაზეთი იუერია გამოდიოდა და კითხულობდნენ თელ საქართველოში. მანამდე კიდე ილიამ გამოსცა ჟურნალი საქართველოს მოამბე. ეს მაშინ როცა სიტყვა საქართველოს ხსენება იყო აკრძალული რუსეთის იმპერიაში.